ჯონ ბევირი, გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მეშვიდე, დიდი გამრავლება. ღმერთი ხშირად იყენებს იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას ჩვენი რწმენის გაღვივების კატალიზატორად გამრავლების საწყის ან მომდევნო ეტაპზე. ამის მაგალითი აბრაჰამის ცხოვრებაში ჩანს. ღმერთი მას 75 წლის ასაკში გამოეცხადა და ხილვაში დაელაპარაკა. ნუ გეშინია აბრამ, მე ვარ ფარი შენი, ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური. დაბადების მე-15 თავის პირველი მუხლი. მოდი ეს ამბავი წარმოვიდგინოთ. ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა დედამიწა და მისი მფლობელია პლანეტის უზარმაზარი რესურსების ჩათვლით. იგი ყოველთვის იყო და არასოდეს სრულდება. არსად არავინ არსებობს, რომელიც მას სიდიადით შეედრება. მას სიცოცხლე არ აქვს, ის თავად არის სიცოცხლე. არავითარი ფასეულობა არ არსებობს მის გარეშე. ამის გათვალისწინებით ეს საოცარი პიროვნება აცხადებს, რომ აბრამს დაიცავს და დიდ საზღაურს მიაგებს. მოდი განვიხილოთ, რაც ნიშნავს დაცვა და დიდი საზღაური. პირველი, დაცვა. წარმოიდგინეთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის მთელი შეიარაღებული ძალები თქვენს დასაცავად გამოყო. ყველა გენერალი თავის ქვემდგომ ოფიცრებს უბრძანებს, რომ უპირატესი დაცვის ობიექტი ხართ და თქვენი უსაფრთხოებისათვის ყველა აუცილებელი ღონისძიება უნდა განხორციელდეს. თუ საჭირო იქნება, გენერლები თქვენს მახლობლად განათავსებენ ყოველ ჯარისკაცს, რომლებიც სრულად იქნებიან აღჭურვილი უახლესი შეიარაღებით. ეს თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ასე რომ მოხდეს, თავს ძალზე დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ. და მაინც ეს ყველაფერი ფერფრთალდება ყოვლისშემძლე ღვთის ნათქვამიდან მე ვარ ფარი შენი. რა სიტყვით სიტყვაზე დიდი საზღაური? თუ მეზობელი გეტყვის დიდ ჯილდოს მოგცემ, ეს ალბათ ძალიან კარგი და გულუხვის აქციელია, თუმცა მას ალბათ მოსაცემი ბევრი არაფერი ექნება. უფრო გახარებული იქნებით, თუ იგივე განცხადებას ამერიკის უმდიდრესი ადამიანი გააკეთებს. და მაინც არც ერთი მათგანი არ შეედრება იმ პიროვნების შემოთავაზებულ საზღაურს, ვინც ყველაფერს ფლობს და არა მარტო ამ პლანეტაზე, არამედ სამყაროშიც. იგი აბრაჰამს უცხადებს, ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისი აღთქმის მოცულობის გააზრება შეუძლებელია და ჩვენ ეს ამბავი ჯერ არ დაგვისრულებია. სხვა ამაღელვებელი რეალობა ის გახლავთ, რომ შემოქმედი მაცნეს არ გზავნის, ის თავად მოდის. ყოვლისშემძლე ღმერთი ამ წარმოუდგენელ აღთქმას პირისპირ გიდებს. წარმოგიდგენიათ მისი მასშტაბი. როგორი იქნება ჩვენი რეაქცია? როგორ გამოხატავს სიტყვები აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას და მოკრძალებას, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი იგრძნობს. თუმცა აბრამის რეაქცია ახლოსაც არ არის ამ ემოციებთან. ფაქტობრივად ის არც კი აღფრთოვანდა. აბრამი იმედგაცრუებულია. უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ. დაბადების მე-15 თავის მეორე მუხლი. უკმაყოფილებას ხედავთ მის პასუხში. საოცარია. შეიძლება თუ არა აბრამის ენთუზიაზმის ნაკლებობა კარგი რამე იყოს. დაუშვათ მან თქვა, ოჰო, შესანიშნავია, მოდი ვიზეიმოთ. საბოლოო შედეგი განსხვავებული იქნებოდა? ფაქტობრივად უმჯობესი იქნება კითხვის ასეთი სახით დასმა. გამოეცხადებოდა თუ არა ღმერთი აბრამს, მისი პასუხი ასეთი რომ ყოფილიყო. დარწმუნებული არ ვარ. ნება მომეცით აგიხსნათ. ციცხადისათვის შევარჩიოთ აბრამის ამბავი. წლების შემდეგ, როცა ისრაელიანები უდაბნოში დახეტიალობდნენ, მათი უკმაყოფილება პირადი დისკომფორტიდან ამოიზარდა, რამაც მათი მარადიული ხვედრი განაპირობა. პავლე მოციქულმა თავისი ღვთისმოსაობა ასე გამოხატა. გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს. ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც. მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს, სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ფილიპელთა მე-4 თავის მე-11-მე-12 მუხლები. როგორც პავლეს, ისე აბრამის შემთხვევაში ღმერთმა იპოვა ადამიანი, რომელიც სიძნელეს არ უშინდებოდა და საკუთარი თავის, საკუთარი ცხოვრების მიღმა იყურებოდა. მათი უკმაყოფილება პირად საჭიროებას არ ეხებოდა. ისინი სხვებზე ფიქრობდნენ. აი გამოცდილებით დამოწმებული წესი. თუ უკმაყოფილებას პირადად ჩემი უქონლობა წარმოშობს, ღმერთს ეს არ სიამოვნებს. მეორე მხრივ, თუ უკმაყოფილება სხვების საჭიროებასა და ცათა სამეფოს შენებას უკავშირდება, ღმერთი ხარობს. ასეთი იყო აბრამის იმედგაცრუება და რა შედეგი გამოიღო. ღმერთმა მისი ხედვა გააფართოვა ცის ვარსკვლავებისა და ზღვის ქვიშის სიმბოლოების გამოკვეთით და დაპირდა, რომ მისი საზღაური იმაზე მეტ ადამიანზე მოახდენდა გავლენას, ვიდრე მათ დათვლას შეძლებდა. ამან ღმერთი აღძრა გასაცხადებლად, დავდებ აღთქმას ჩემსა და შენ შორის და ფრიად გაგამრავლებ. დაბადების მე-17 თავის მეორე მუხლი. რა მოხდებოდა აბრამი მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით რომ დაკმაყოფილებულიყო, რომელიც დიდად კურთხეული იქნებოდა. 75 წლის ასაკში ექნებოდა იმის რწმენის მიზეზი, რომ შვილი ეყოლებოდა? მისი უკმაყოფილება გამრავლების კატალიზატორად იქცა. ვისწავლე, რომ იმედგაცრუება უგულოებელსაყოფი არ არის, არამედ გაზრდილი ეფექტურობის სახტომი დაფაა. სწორედ ეს აკლდა ლაოდიკიის ეკლესიას. იესომ მკაცრად შეუსწორა მათ დამოკიდებულება. არაფერი მაკლია, გამოცხადების 3:17.
ისინი გულგატეხილები არ იყვნენ, როცა სხვა ადამიანებზე გავლენას ვერ ახდენდნენ, რადგან ყურადღებას საკუთარ თავზე ამახვილებდნენ და სიუხვეში თავს კომფორტულად გრძნობდნენ. შედეგად, ისინი გამრავლებას არ ეძებდნენ. სტენიც ამ ცდუნებას ებრძოდა, ზოგჯერ მეც მქონია მსგავსი ჭიდილი და მისი დაძლევა მომიხდა. რაც უფრო დიდხანს ვემსახურები ღმერთს, მით მეტად ვაცნობიერებ, რომ ნამდვილი მორწმუნის ჭეშმარიტი ნაყოფია ღრმა შინაგანი წყურვილი, რომ სხვა ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინოს ცათა სამეფოს სასიკეთოდ. ჩვენი გადარჩენის მომენტში სრულიად განსხვავებულ პიროვნებად გარდავიქმნებით, ხელახლა ვიშვებით მსახურების მამოძრავებელი სურვილებით. იესო აცხადებს: და იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი ანთებული. ლუკას სახარების მე-12 თავის 35 მუხლი. ჩვენი უფლის დავალება ხაზს უსვამს მდგომარეობას, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა შეინარჩუნოს: მსახურება და მსახურების სურვილი. სიტყვა შენარჩუნება ვარჩიე, რადგან ეს უკვე ჩვენი ახალი ბუნების ნაწილია, რომელიც ხშირად მხედველობის არიდან გვიქრება შიშის გამო, რომ საქმეებით არ მივიღოთ ხსნა, რაც ღვთის უსასყიდლო ნიჭის საპირისპიროა. თუმცა საქმე ამაში სულაც არ გახლავთ. მსახურება ჩვენი სულის დამახასიათებელი თვისებაა. რატომ უნდა ვერიდოთ მასზე მსჯელობას, ან დავაკნინოთ ჩვენი ახალი ცხოვრების ეს უზარმაზარი ასპექტი? იქნებ ქრისტიანობის ხელახლა აღმოჩენის სურვილი, უფრო მომხმარებელზე გათვლილი რწმენის გამოცდილებად უნდა იქცეს. კაცობრიობის დაცემული ბუნების სულიერ სიზარმაცეს ხომ არ ვეყრდნობით? რატომ იტყოდა იესო თქვენი წელი იყოს შემოსარტყლული, რატომ დააკავშირებდა ჩაცმას მსახურებასთან? გამოცხადების წიგნი გასაღებს გვაწვდის. გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა საზლომ თავი გაემზადა. და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმინდათა სამართლიანობაა. თარგმნელის შენიშვნა ინგლისურ ვერსიაში გვაქვს კეთილი საქმეები. გამოცხადების მე-19 თავის მე-7 მუხლები. პირველ რიგში ვხედავთ, რომ საზლო ღმერთს კი არ გაუმზადებია, არამედ თავად იზრუნა ამ საკითხზე. მეორე გახლავთ თუ როგორ ემზადება იგი. ნებისმიერი საპატარძლო ბევრ დროს ხარჯავს საქორწინო სამოსის შერჩევაში. ეს დიდი დღისთვის გასაკეთებელი საქმეების სიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. დასავლურ ქვეყნებში საზლო საკმაოდ დროს უთმობს საქორწინო სამოსის შერჩევას და ყიდვას. ღვთის სამეფოში ჩვენ, ქრისტეს საპატარძლოები, მნიშვნელოვან დროს უთმობთ სამოსის მომზადებას. ჩვენი საქორწილო მორთულობა ნატიფი სელის ქსოვილისგან მზადდება, რომელიც წინა მუხლის თანახმად გახლავთ ცათა სამეფოს შენების მსახურება. ამრიგად მსახურება ჩვენ სულიერ დნმ-ში დევს. იესო ამბობს, როგორც მე მომავლინე მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ. იოანეს სახარების მე-20 თავის 21 მუხლი. იგი მსახურების მიზნით მოვიდა. იხილეთ მარკოზის სახარების მე-10 თავის 45 მუხლი. და არც ჩვენთვის განკუთვნილი ბრძანებაა განსხვავებული. იგი მსახურების მნიშვნელობის უკან მდგარ რატომ კითხვაზეც გპასუხობს. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელია ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე. იოანეს სახარების მე-4 თავის 34 მუხლი. ფიზიკურად დიდხანს ვერ გავძლებთ საკვების გარეშე. ანალოგიურად, მორწმუნე, რომელიც ცათასასუფეველის მშენებლობას ემსახურება, საკვების გარეშე დიდხანს ვერ გაძლევს და საბოლოოდ განდგება. ასეთია იესოს მიერ აღწერილი სურათი, რომელსაც ლუკას მე-12 თავში განაგრძობს. დაცემული ქვეყნიერების სისტემის ძალები ამ მიზეზის გამო დაუღალავად შრომობენ, რომ კომფორტმა და თვითკმაყოფილებამ გაგვიტაცოს უკმარისობის გრძნობის ნაცვლად, რომელსაც გამრავლებისაკენ მივყავართ. ამრიგად, ძვირფასო მკითხველო, ნუ შეიძულებთ უკმაყოფილების გრძნობას, რომელიც თქვენი ზეგავლენის ხარისხის გამო გიჩნდებათ. ეს საუკეთესო ღვთიური გზა არის თქვენი რწმენის გასაღვივებლად, რომ მისგან მოსული გამრავლება დაიჯეროთ. ჩემი უკმაყოფილება. ალბათ იფიქრებდით, რომ დავკმაყოფილდი მას შემდეგ, რაც სატანის სატყუარამ კარგი სტარტი აიღო არა მარტო შტატებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. ახლა სხვა დონის უკმაყოფილებას ვებრძოდი. ახლა გაცილებით დიდ ეკლესიებსა და კონფერენციებზე გამოვდიოდი, მაგრამ ჩემი უკმაყოფილება ერთ კონკრეტულ მსახურებაზე სრული სათქმელის გადაცემის შეუძლებლობამ გამოიწვია. დაახლოებით 400 საათი დამჭერდა წიგნის დასაწერად, ხოლო სული წმინდამ ბევრი რამ გამიცხადა მასზე მუშაობისას. ეს ჭეშმარიტებები ეცხადებათ ადამიანებს, რომლებიც ღმერთს უყვარს გაძლიერების, გათავისუფლებისა და მასთან დაახლოების მიზნით. ეკლესიებისა და კონფერენციების უმრავლესობას ქადაგებისთვის 35-დან 45 წუთამდე აქვს გამოყოფილი. ამრიგად სატანის სატყუარაზე ლაპარაკისას შემეძლო მხოლოდ ერთი, უკეთეს შემთხვევაში 1/9 თავის განხილვა. ეს კი ნიშნავდა, რომ სათქმელის 90% ადამიანებთან არ მიდიოდა, თუ წიგნს არ შეიძენდნენ, ან არ წაიკითხავდნენ. ეს დაახლოებით დამსწრეთა 1/5-ს შეადგენდა. წიგნის გამოშვებიდან 4 თუ 5 წლის შემდეგ უკმაყოფილებამ ერთი იდეა გამიჩინა. რატომ არ უნდა შეგვექმნა წიგნზე დაფუძნებული პროგრამა ან სწავლება? შემეძლო 12-30 წუთიანი გაკვეთილი მესწავლებინა და მათში ყოველი თავის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ჩამეტია. ადამიანებს ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად შეეძლებოდათ მთლიანი სათქმელის მოსმენა არა მარტო წაკითხვით, არამედ დანახვითა და მოსმენით.
ეს ასევე გაზრდიდა სიტყვის ეფექტურობას. შეგვეძლო ჯგუფებისა და ცალკეული ადამიანებისთვის სადისკუსიო კითხვები შეგვექმნა, რაც სულიწმინდას ადამიანის გულში მეტად ჩაღრმავების შესაძლებლობას მისცემდა და სათქმელს თითოეული პიროვნებისათვის უფრო მისაღებს გახდიდა. საკითხი ჩემს გუნდთან ერთად განვიხილე. ერთმა წერმა საგანმანათლებლო კომპანიის მოძებნა გვირჩია, რომელიც სულიერი სახელმძღვანელო სტუდენტურ სამუშაო წიგნსა და ლიდერის ინსტრუქციებს შექმნიდა. ეს 12 ვიდეოში შეავსებდა. პროგრამას სწავლების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა გარემოებათა ფართო სპექტრში. შესანიშნავი მწარმოებელი ვიპოვეთ, რომელსაც ასეთი საქმეები 2500 კლიენტისათვის გაუკეთებია ASHS რამდენიმე დიდი კორპორაციის ჩათვლით. წინასწარ ვითხოვეთ, რომ კომპლექტი იქნებოდა ყოველგვარი დაუდევრობის გარეშე ხარისხიანი და უკიდურესად ინოვაციური, რომელიც წლებით უსწრებდა ანალოგიებს სტილით და ტექნოლოგიით. თან დავძენ, რომ წილად მხვდა ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის შტატის თანამშრომლებისთვის ბიბლიური სწავლების ჩატარება. როცა თეთრი სახლის დასავლეთ ფრთის შენობაში შევედი, აღმატებულობის გრძნობა არ მშორდებოდა. იმ დღეს ასეთი აზრი მომივიდა. ეს წარმოადგენს შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ჩვენ მესენჯერში წარმოადგენთ სამყაროს მეუფეს. მართალია ნაშრომის აღმატებულობას თავიდანვე მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ ამ გამოცდილების შემდეგ კიდევ უფრო გაგვიმტკიცდა გადაწყვეტილება, რომ ხარისხთან არასდროს წავსულიყავით კომპრომისზე და იოლი გზა არ მოგვეძებნა. პროგრამას სწავლების დამზადების შემდეგ გუნდის 2 წევრი სრული დროით გამოუყავით სატელეფონო ზარების განსახორციელებლად 2000-იანი წლების დასაწყისში ეჯერ კიდევ საუკეთესო გზა იყო ხელმძღვანელობასთან კავშირისათვის. მათ მითითება მიეცათ, რომ ყველა იმ ეკლესიას დაკავშირებოდნენ, სადაც ბოლო 10 წლის მანძილზე ვყოფილვართ და ლიდერებისთვის სასწავლო პროგრამის შესახებ ეცნობებინათ. ჩვენი გულები პასტორებთან ახლოს უნდა ყოფილიყო და ხალხის დამოწაფებაში დახმარებოდა ადგილობრივი ეკლესიის გასაძლიერებლად. ამ დროს ასეთი პროგრამები ნაკლებად იქმნებოდა. იდეა ჯერ არ იყო გავრცელებული. გავიხარეთ, როცა ლიდერებმა იდეა აიტაცეს. გამოხმაურება წარმოუდგენლად დიდი იყო. მოკლე დროის შემდეგ ეკლესიებმა გვაცნობეს, რომ დასწრებამ საგრძნობლად იმატა როგორც პატარა ჯგუფებში, ისე მთავარ შეკრებებზე. თავდაპირველად გვეგონა, რომ ამ პროგრამას 300 ადამიანზე ნაკლები დასწრების ეკლესიები გამოიყენებდნენ, მაგრამ რამდენიმე მრავალათასიანმა ეკლესიამაც დაიწყო საკვირაო მსახურებებზე ვიდეოების გამოყენება. მათში შეინიშნებოდა ზრდა. ლიდერები გვეუბნებოდნენ, რომ ხალხი მოითხოვდა არ ეჩვენებინათ მომდევნო გაკვეთილი მომავალი სადღესასწაულო უქმეების გამო, რადგან ადგილზე არ იქნებოდნენ. მოვიდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ეკლესიაში დასწრება გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც. პასტორები სხვა მეგობარ პასტორებს უზიარებდნენ თუ რა ხდებოდა მათ ეკლესიებსა და პატარა ჯგუფებში. ახლა პასტორები გვირეკავდნენ და პროგრამის შეძენის სურვილს გამოხატავდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ათასობით ეკლესია ჩაება ამ სწავლებაში, მათმა რიცხვმა 20,000 გადააჭრბა ASHS-ში, ხოლო ავსტრალიაში 1000. ჩვენი ეკლესიებთან ურთიერთობის განყოფილება 7 სრული დროით დასაქმებული თანამშრომლით შეივსო. ურიცხვი დამოწმება მოდიოდა ჩვენს ოფისში ადამიანთა ცხოვრების, ოჯახებისა და ეკლესიების ცვლილების შესახებ. მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენი მსახურების მიერ გამოშვებული ყველა მთავარი წიგნის თანხლების სასწავლო პროგრამა მოვამზადეთ. 12 წლის მანძილზე მთელი შტატებისა და ავსტრალიის ეკლესიებში უკვე 1000-ზე მეტი სხვადასხვა პროგრამა სწავლება გამოიყენებოდა. გამრავლების ასპექტი მაშინ არ შეგვინიშნავს, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეთ. უამრავი ადამიანი, რომელსაც არც წიგნი შეუძენია და არც ჩემი ქადაგება მოусმენია, ახლა ამ სიტყვას იღებდა. ეს ადამიანები იმ ეკლესიებსა და პატარა ოჯახებში დადიოდნენ, რომელთა ლიდერებმაც ჩვენ მიერ მოწოდებული მასალების გამოყენება გადაწყვიტეს მათ გასაწყობად. ერთგული იყავი. რასაკვირველია, მადლიერებით ავივსეთ. რამდენიმე წიგნი მილიონობით ტირაჟით გაიყიდა, ხოლო სასწავლო პროგრამა ასეულათასობით. მიუხედავად ამისა, მაინც მაწვალებდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ვიცოდი, რომ ეს სიტყვები ქრისტეს სხეულისთვის იყო განკუთვნილი და დიდი ნაყოფი მოჰქონდა, მაგრამ ბევრ მორწმუნეს სჭირდებოდა ჭეშმარიტებები, რომლებშიც ივლიდნენ. ღმერთს ვთხოვე იმაზე მეტი წიგნების დარიგების პრივილეგია, ვიდრე იყიდებოდა. ვიცოდი, რომ მთელ მსოფლიოში იყვნენ პასტორები, ლიდერები და მორწმუნეები, რომლებსაც წიგნების შესაძენად საკმარისი ფინანსები ან შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ქვეყნებში, სადაც იატაკქვეშა ეკლესიები ფუნქციონირებდნენ, უამრავ მილიონ ადამიანს არ შეეძლო ქრისტიანული ლიტერატურის შეძენა მთავრობის აკრძალვის გამო. მათ შორის ისეთი ქვეყნებიც იყვნენ, რომელთაც წიგნების იმპორტირების რესურსიც არ გააჩნდათ. როგორ უნდა დახმარებოდით მათ? ვიცოდი, რომ დიდი საჭიროება არსებობდა, მაგრამ ამ პასტორებსა და ლიდერებთან დაკავშირება წარმოუდგენელ საქმეთ მეჩვენებოდა. მიუხედავად ამისა, რაღაც უნდა მოგვეხერხებინა. დავიწყეთ ყველაფერზე გამოხმაურება, რაც ჩვენამდე მოვიდოდა. ჩვენ საერთაშორისო დირექტორს შემდეგი მითითება მივეცით. თუ ნებისმიერი განვითარებადი ან დევნილი ქვეყნის ლიდერები წიგნებს მოითხოვდნენ, უსასყიდლოდ გავუგზავნიდით, ან მათ ქვეყანაში წიგნების ბეჭდას დავაფინანსებდით. იმედგაცრუება იზრდებოდა, რადგან ამ საქმის მხოლოდ მცირე ნაწილის გაკეთება მოახერხეთ. წელიწადში 10,000-დან 20,000-მდე წიგნი.
ეს რიცხვი ზღვაში წვეთად მიგვაჩნდა დამოწაფების მასალების საჭიროების დაკმაყოფილებასთან შედარებით, მაგრამ ყოველ წელს იგივეს ვაკეთებდით და ჩვენამდე მოსულ ნებისმიერ შესაძლებლობას ვეჭიდებოდით. დადგა 2010 წლის ხსოვნის დღე, 31 მაისი. ლიზა ინგლისში იყო ქალთა კონფერენციაზე მსახურებისთვის. ის იყო გოლფის ერთი რაუნდი დავასრულე, ბიბლია ავიღე და სარდაფში ჩავედი. დანიელის წიგნის წაკითხვის გადაუდებელი სურვილი გამიჩნდა. სანამ მეორე თავს ვკითხულობდი, ღვთისმსულმა აავსო სარდაფი და გულში ასეთი სიტყვები გავიგონე. შვილო, ერთგული იყავი ინგლისურენოვან ქვეყნებში. ახლა მინდა შენი სათქმელი მსოფლიოს ყველა პასტორისა და ლიდერის ხელში აღმოჩნდეს. ღვთისთან დასწრება კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მოკრძალებით და გაოცებით სავსე ვიყავი, სანამ ის არ გაქრა. იმ დღიდან ვიცოდი, რომ ცვლილება მოვიდოდა. ჩვენ უბრალოდ ყველა შესაძლებლობას კი არ ჩავეჭიდებოდით, რომლებიც ჩვენამდე მოვიდოდა, არამედ ღვთიური დავალება მივიღეთ. საერთაშორისო მასშტაბით მოვძებნიდით საჭიროების მქონე პასტორებსა და ლიდერებს მათი ეროვნების, ენისა და ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად. სულიწმინდასთან შეხვედრისას ყურადღების მისაქცევი იყო სიტყვა ერთგული. იმ დროისათვის ერთგულებას გამრავლებასთან ვერ ვაკავშირებდი. ეს ჭეშმარიტება ჯერ არ გამცხადებოდა. მაშინ რომ გეკითხათ ერთგულის ბიბლიური მნიშვნელობა, ჩემს პასუხში სიტყვა გამრავლების მომცველს ვერაფერს გაიგონებდით. სულიწმინდის ნათქვამი, რომელიც სარდაფში მოვისმინე, ამ გამოცხადებამდე მისვლის დასაწყისი გახლდათ. ვიცოდი, რომ ღვთისგან მოვისმინე, მაგრამ ეჭვმეპარებოდა შეძლებდა თუ არა ჩვენი მსახურება ამ მონუმენტური საქმის შესრულებას. იმ დროს ერთი დიდი ხნის მეგობარი მყავდა სახელად რობ ბირკბეკი, რომელიც ერთი ცნობილი მახარებლის დიდ საერთაშორისო მსახურებაში შრომობდა. რობი იმ მსახურების უფროსი დირექტორი გახლდათ და მისი ერთ-ერთი მოვალეობა ევანგელური წიგნების ბეჭვდა და გავრცელება გახლდათ. ამრიგად რობი კარგად იცნობდა გამომცემლებსა და პასტორების ქსელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. რობმა მაშინ სამსახური დაკარგა ევანგელისტის პენსიაში გასვლის გამო. მე და ლიზამ რობი და მისი მეუღლე ვანესა ჩვენს გუნდში სამუშაოდ მოვიწვიეთ, რადგან საერთაშორისო დირექტორი აღარ გვყავდა. არც ერთმა მხარემ არ ვიცოდით, რა შედეგებს მოიტანდა ეს პარტნიორობა. 2011 წლის იანვარი იდგა. რობი და ვანესა, ასევე ჩვენი გუნდის სხვა მსახურები, საკონფერენციო ოთახში შევიკრიბეთ. შეხვედრისას ვიკითხე, რამდენი წიგნი დავურიგეთ სხვა ერების პასტორებსა და ლიდერებს გასულ წელს. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა წლის ბოლოს აღრიცხვის მონაცემებს გადახედა და მიპასუხა. 33,000 წიგნი. მას ეგონა, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხი გამცა, მაგრამ საქმე სრულიად საპირისპიროდ იყო. ჩემმა უკმაყოფილებამ ამოხეთქა, რა საცოდაობაა. შემდეგ ამოვღერღე. ამ წელს განვითარებადი და დევნილი ერების პასტორებსა და ლიდერებს 250,000 წიგნს დავურიგებთ. მთელი ოთახი სამარისებულმა სიჩუმემ მოიცვა. მოგვიანებით ლიზამ მითხრა, რომ იმ მომენტში პირში დარტყმის გემო იგრძნო, მას იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა. ბოლოს ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ჩვენი უფროსი ვაჟია, პირველად დაელაპარაკა. მამა, თქვა ედისონმა, დარწმუნებული ხარ, რომ ამდენი გინდა? დიახ, დარწმუნებული ვარ, მთელი გულით ვუპასუხე. მან ჩემთან კამათი განაგრძო 20 წუთის განმავლობაში. წინ და უკან დავდიოდით იმათ თვალწინ, ვინც ჩუმად ყოფნა არჩია. ედისონი სრულ პატივისცემას გამოხატავდა, მაგრამ არ თმობდა თავის პოზიციას, რომ ჩემი დავალება მეტისმეტად ძნელი შესასრულებელი იქნებოდა. ბოლოს იმედგაცრუებულმა ამოთქვა. უბრალოდ არ მინდა, რომ ჩვენს გუნდს არარეალური მიზნები დავუსახოთ. ეს უკვე მეტისმეტი იყო. მაგიდას მუშტი დავარტყი და მკაცრად განვაცხადე. მე ვთქვი, რომ წელს 250,000 წიგნს დავარიგებთ. ყველა გასოსული იჯდა. მალე შეხვედრა გადავდეთ და თავს ძალიან უხერხულად გვგრძნობდით. მეორე დღეს, როცა მარტონი ვიყავით, ჩემმა ვაჟმა მითხრა. თავი უხერხულად ვიგრძენი თუ როგორ მელაპარაკებოდი. ახლა დამშვიდებულებს შერიგება გვინდოდა. შვილო, იცი რომ კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის წვლილით, უპასუხე მე. როგორც წესი, ყველას რჩევას და მოსაზრებას ვითვალისწინებ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდე. გუშინ საქმე სხვაგვარად იყო. არ მეკითხავს, როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია 250 წიგნის დარიგება? ან თქვენი აზრით, რამდენი წიგნი უნდა დავარიგოთ მომდევნო წელს? მე გამოვაცხადე, რომ ასე ვიზამთ, თუმცა შენ მთელი 20 წუთი მეკამათებოდი. მან აღიარა და დამეთანხმა, მაგრამ წყნარად მთხოვა ბოლო ნაბიჯის გადადგმა. მამა, შეგიძლია ამ საკითხზე ილოცო 24 საათის განმავლობაში? თუ ამის შემდეგაც დარწმუნებული იქნები, რომ ასე უნდა მოვიქცეთ, ჩვენი გუნდი მთელი ძალისხმევით იშრომებს მიზნის მისაღწევად. რა საკვირველია ვილოცებ, უპასუხე მე. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ საკითხზე ბევრი არ მილოცია. ცოტა არ იყოს ზედაპირული ლოცვა წარმოვთქვი, რომ სიტყვა შემესრულებინა. სარდაფში შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი. შესაძლოა დაინტერესდეთ, არ ნერვიულობდი? მართალი ხართ. უკიდურესად შეშინებული ვიყავი. თავს ვთოკავდი, რომ არ მეფიქრა, საიდან უნდა მოგვეტანა საჭირო ფინანსები. ჩემი თავისთვის ამ მიმართულებით ფიქრის უფლება რომ მიმეცა, სწრაფად დავეთანხმებოდი ჩემს ვაჟს და წიგნების რაოდენობას გონივრულ რიცხვამდე დავიყვანდი. მილიონის მეოთხედი წიგნის დარიგება შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ მტკიცედ მქონა გადაწყვეტილი, რომ მიღებული მითითების თანახმად მე მოქმედა.
როგორღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კრეატიულ სტრატეგიას შევიმუშავებდით, ან საჭირო თანხა სასწაულებრივი გზით მოვიდოდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ერთ-ერთი კი არა, ორივე მოსაზრება გამართლდებოდა. 3 კვირის შემდეგ ფლორიდის ერთი სასტუმროს ნომერში ახალ წიგნს წერდი. ჩვენი გუნდის წევრებმა იცოდნენ, რომ დილის წერის მომენტში ჩემთვის არ უნდა დაერეკათ. ეს კონცენტრირების საუკეთესო დრო იყო. ტელეფონმა დარეკა და ეკრანზე დავინახე, რომ ზარი ოფისიდან ხორციელდებოდა. უპასუხე, რადგან გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმის გარეშე არ დამირეკავდნენ. მეორე ბოლოდან მხიარული ჟრიამულის ხმა მომესმა. იგივე ადამიანები, რომლებიც 3 კვირის წინ მძაფრი დაპირისპირების მოწმენი გახდნენ, ახლა ზეიმობდნენ და იცინოდნენ. ედისონმა მითხრა: მამა, ჩვენი ფინანსური პარტნიორებისათვის ოფიციალური შეტყობინება არ გაგვიგზავნია 250,000 წიგნის დარიგების ინიციატივაზე, მაგრამ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი თავის ნაცნობს ელაპარაკა და როცა ამ უკანასკნელმა ჩვენი გეგმის შესახებ შეიტყო, პროექტისათვის $300,000 მოცემას შეგვპირდა. ამ მომენტამდე ჩვენი მსახურებისათვის შემოწირული უდიდესი თანხა $50,000 იყო. ახლა საერთო ზეიმს მეც შევუერთდი. მრავალი აღფრთოვანებული და საოცარი კომენტარის შემდეგ ყველას ვუთხარი: ახლა ხომ მიხვდით, რატომ ვიყავი ასე დაჟინებული 3 კვირის წინ შეხვედრაზე? ჩემმა ვაჟმა გაეცინა და სწრაფად მიპასუხა: მამა, თუ გვეტყვი, რომ მილიონი წიგნი უნდა გავცეთ, მე სრულიად მზად ვარ. ყველას გულიანად გაეცინა. ის დილა არასდროს დამავიწყდება. ზარის დასრულების შემდეგ წერა ვეღარ გავაგრძელე. უბრალოდ ის მოვახერხე, რომ სასტუმროს ნომერში ბალთას ვცემდი და ვამბობდი: მადლობა, მადლობა, მადლობა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა სახეზე. გულში იმ წყურვალ პასტორებსა და ლიდერებს ვხედავდი, რომლებიც ასე საჭირო დამოწაფების რესურსებს მიიღებდნენ. მადლიერი ვარ, რომ ედისონი გულწრფელი აღმოჩნდა და უფრო მეტად გამომიწვია. მადლიერი ვარ, რომ გაჩუმება არ ამჯობინა და ამდენი ადამიანის თვალწინ გამოთქვა ყველას გულის ნადები. ისინი ხომ ედისონს ეთანხმებოდნენ და დაპირისპირებისას საკუთარ მოსაზრებას ისმენდნენ. ამ აზრებს წინ აღდგომა სჭირდებოდა. დრამატულმა ვითარებამ საკუთარ შიშებთან შეგვაჯახა, რომლის მოსმენის შემთხვევაში ალბათ აღებულ კურსს შევიცვლიდით და საკუთარი სახსრების ანაბარა დავრჩებოდით. ჩვენი ხედვა ჩაქრებოდა და მხოლოდ 50,000 წიგნის დარიგებას მოახერხებდით, ან წინ საერთოდ ვერ წავიდოდით. მიზანი დავსახეთ და სულიწმინდამეს მოისმინა. მან აღძრა იმ ადამიანის გული საოცარი შემოწირულობისათვის. ჩვენ როგორც გუნდი რწმენის ახალ საფეხურზე ავედით. იმ წელს ღვთისმადლით შევძელით 271,700 წიგნის დარიგება 48 ქვეყნის პასტორებისა და ლიდერებისთვის. მათ შორის იყო ირანი, ერაყი, ლიბანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ხორვატია, ალბანეთი, ეგვიპტე, ვიეტნამი, მიანმარი, კამბოჯა, ჩინეთი, მონღოლეთი, თურქეთი, ბევრი გაჭირვებული აფრიკული ქვეყანა და სხვა. წინა წლებში 10,000 წიგნს გავცემდით და ახლა ამ რიცხვმა მე-4 მილიონს მიაღწია. ადამიანებამდე მიღწევის ეფექტურობა 8-ჯერ გაიზარდა. მადლობა ღმერთს. ეს დიდი გამრავლებაა. მეტი უკმარისობის გრძნობა. შესაძლებელი იყო მეტის მიღება. 2011 წლის მაისში საბჭოს ოთახში მძაფრი დაპირისპირებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და რობი ბეირუთში, ლიბანში გავემგზავრეთ მთელი ახლო აღმოსავლეთიდან შეკრებილი პასტორებისა და ლიდერების მომსახურებისათვის. შეკრების შუაში რობი ასეთი სათხოვრით მოვიდა: აქ ერთი პასტორია ერაყის ირბილიდან, რომელსაც შენთან დალაპარაკება უნდა. ხომ არ შეხვდებოდი? რა საკვირველია? რობმა ჩვენი შეხვედრა სასტუმროს მისაღებში მოაწყო. პასტორი ახალგაზრდა და დაახლოებით 35 წლის კაცი აღმოჩნდა. მისი თვალები მგზნებარებით და მოწადინებით ანათებდა. შემეძლო მეთქვა, რომ იგი სერიოზულად იყო განწყობილი ცათა სამეფოს მშენებლობისთვის. მისი წელი შემოსარტყლული იყო მსახურებისთვის და ლამპარი ანთებული. იგი ირბილიდან ერთი მიზეზით ჩამოვიდა, სწავლებით და შეხვედრით გაძლიერებულიყო. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემ წინაშე პროგრესული და ინოვაციური ლიდერი იდგა, რომელიც დაღუპული ადამიანებისათვის გამოსადეგობის მნიშვნელობასაც ცნობიერებდა. ჩვენი შეხვედრა გულღია ვითარებაში წარიმართა და ორივესათვის კომფორტული იყო. ბოლოს ჩვენმა სტუმარმა უფრო სერიოზული სახე მიიღო და ერთ მომენტში მან ასე თქვა: პასტორო ბევირ, სულიერ მამად მიგიჩნევთ. ყველაფერი წაკითხული მაქვს, რაც დაწერეთ. მის ენაზე ბევრი რამ არ იყო თარგმნილი, მაგრამ მას ინგლისურად კითხვა შეეძლო. ჩემი საკრედიტო ბარათიც კი გამოვიყენე, რომ თქვენი მასალები Messenger International-ის გვერდიდან ჩამომეტვირთა. ამ მომენტში გამოვეთიშე. გულწრფელად რომ თქვა, ჩვენი საუბრიდან ბევრი არაფერი მახსოვს. ჩემი გონება გაჰყვიროდა. პასტორს ვეძებ განადგურებულ ომისგან ნატანჯ ერაყში და მას საკრედიტო ბარათის გამოყენება უწევს ჩვენი გვერდიდან მასალების გადმოსაწერად? ერთი სული მქონდა, როდის დავრჩებოდი მარტო უფალთან, რომ ამ ქრონიკული საჭიროების გამო მიმემართა. დამშვიდობების შემდეგ პირდაპირ ჩემს ნომერში ავედი და ჩავიკეტე. იმედგაცრუებული ვიყავი და ღმერთს დიდი ხმით შევღაღადე. ღმერთო, უნდა მაჩვენო, როგორ მივაწოდო ჩემთვის მონდობილი სიტყვა იმ პასტორებსა და ლიდერებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. არ მაღელვებდა ვინ იყო ჩემს გვერდით ოთახში. ზეცი სტრატეგია უნდა გამეგო, რომ ლიდერების რესურსებით უზრუნველყოფის დავალება შემესრულებინა. იმ გაძლიერებული ლოცვიდან არც თუ ბევრი დღის შემდეგ იდეა მოვიდა.
ის სტრატეგიას გულისხმობდა, რომელიც ადამიანებამდე მიღწევას გაცილებით ეფექტურს გახდიდა, ფაქტობრივად თვალსაჩინოდ ეფექტურს ნაკლები დამატებითი შრომით ან ხარჯებით. ეს დიდებული იდეა გახლდათ და მხოლოდ ღვთის სიბრძნეს შეეძლო მისი მოწოდება. ისეთი მარტივი იყო, თუმცა ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. განაგრძეთ კითხვა.